ვაკეთებთ სალატს. კარბონარა უკვე შეიჭა. კი, აღარ არის. ეხლა ვაკეთებთ ტუნათი და კრემყოლით სალატს. თუმცა არ არის. შპროტია. შპროტი. შპროტი არ ვიცი. ჩვეულებრივი ის არის? ჩვეულებრივი არა. შპროტია. შპროტით და კრემყოლით ვაკეთებთ სალატს. კი ბატონო. ჩვენ დაგჭირდება თევზი, შპროტი, კრემყოლი, მარილი. აუცილებლად მარილი პილპილი. იქ გვიდევს მჟავე კიტრი. მეაკეთ. ცნობილი მჟავე კიტრი. და ცოტა ყველას. კამაც. ხო, კამა აუცილებლად. დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყებთ კამის წვრილო დაჭრით. ოღონდ როგორც შეგიძლიათ ძალიან წვრილო დაჭერით, იმიტომ რომ ამოვლებელ მოგვიწერს. ალბათ ღეროების საერთოდ არ დაჭირდება. შენი მოდი მე ამასობაში კიტრს დავჭერი ასევე წვრილი, ხო? ხო. მე ჩემთანაც გენი. შენც გიყვარს? კი. დაგიდებ კაი. ესენი კიტრზე და თუ გინახიათ რომ ბავშვებს უყვარდეთ აი ესე. ბატონო, ბავშვებს ამდენად უყვარდეთ ზეთის ხილი. მე პირველად ხედავ. კიტრსაც და ყველაფერს ვჭრით მაქსიმალურად წვრილად. მოიცა ხომ? კიტრიჩკა. მჟავჭკა. თქვენთვისაც დარჩა თქვენი წილი. აქვე გადმოვიტანოთ ახლა კრემყოლი, თვალით. 150 გრამი. 200 გრამამდე გამოგვივიდა. ჯამში. ვეცადოთ რომ თანაბარი რაოდენობის ინგრედიენტები გამოვიყენოთ. ძირითადი პრინციპი არის ეს. ზოგადად ძალიან დრბილი თევზია და დაჭრა არ სჭირდება, ამიტომ ხელით შეგიძლია აურიოთ და ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს. შავი პილპილი. ცოტა მარილიც ხარ უკნა? თუ უკვე უკენი. არა, ჯერ არ მოკ. უკნად? ვაძლევთ ფორმას. მარტივად. დავდებ კამაზე. ვარსკვლავები გამოვჭრა, ხო? შეძლების და გვარად. დასრულდა ჩვენი დღევანდელი ვლოგი. და ასრულეთ უგემრიელესი და უსაყვარლესი ნაცრისხის ფორმის სალატით. დიახ, რატომაც არა? მოდი ახლა დავაგებინოთ. აუცილებლად. ლიანად კაცო. არა. ვიცი.